მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მიესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. ბევრი შეკითხვა დაგროვდა, დიდი ხანია ჩვენი ტელევიზიის სტუმარი არ ყოფილხარ. ხასიათიც აქვს, მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ყველა ამ შეკითხვას დღეს ჩვენი მაყურებლისთვის უპასუხებთ. როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა. კი ბატონო, თქვენ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონ პროექტს უკან აბრუნებს მართველი გუნდი, ამას კი მოჰყვა საკმაოდ ვრცელი, არგუმენტირებული ახსნა განმარტება თქვენი პარტიის ლიდერებისგან თუ რატომ, მაგრამ იქნებ კიდევ ერთხელ დასაბუთებულად აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რატომ გახდა საჭირო 1 წლის შემდეგ შემოიტანოთ კანონ პროექტი, რომელსაც გასულ წელს საკმაოდ დიდი ვნებათა ღელვა და მარტის აქციები მოჰყვა. კი ბატონო, თუმცა იმისთვის რომ ვიმსჯელოთ ამაზე ალბათ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია რომ ჯერ შევთანხმდეთ რაღაც პრინციპს. კერძოდ, თქვენი აზრით საინტერესო იქნება. თქვენი აზრით პრინციპულად მნიშვნელოვანი არის თუ არა, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებაში, რომ ეს იყოს გამჭვირვალე. თქვენი აზრით უნდა იყოს თუ არა? იმედი ხს თქვენ არ ცდილობთ გატესტოთ რა რეაქცია ექნება საზოგადოებას ჩემი პასუხებიდან გამომდინარე. მე შემიძლია თამამად გიპასუხოთ, მე მაქვს ჩემი ჩამოყალიბებული მოსაზრება კანონ პროექტთან დაკავშირებით. კანონ პროექტი არა. თვითონ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მე როგორც კი ბატონო, გამჭვირვალე უნდა იყოს, მაგრამ მე როგორც ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი საქმიანობა და მათ შორის დაფინანსება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ისინი ამბობენ, რომ მათ მეტიც აქვთ ვალდებულება შემოსავლების სამსახურში ყოველთვიურად წარადგინონ დეკლარაციები იმის შესახებ, თუ სად რაში იხარჯება მათი ფინანსები, მეტიც წელიწადში ერთხელ ქონებრივ დეკლარაციასაც წარადგენენ და კიდევ ერთი, იმიტომ რომ მართლა დავინტერესდი ამ თემით, მართლა მაინტერესებს რა ობიექტური გარემოებები არსებობს ქვეყანაში. ისინი ამბობენ, რომ მათი ფინანსური ტრანზაქციებიც აბსოლუტურად ლეგალური და გამჭვირვალეა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საბანკო ანგარიშებით ხორციელდება და დაინტერესების შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია ნახოს, საიდან შემოდის ეს ფული და შემდეგ რაში იხარჯება. კი ბატონო, კარგია რომ შევთანხმდით თავარსაკითხზე, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია. ახლა უნდა ვნახოთ, არსებობს თუ არა ეს გამჭვირვალობა და თუ არ არსებობს, რატომ და როგორ შეიძლება ამ გამჭვირვალობას მივახციოთ. კი ბატონო, გისმენთ. უფრო მეცად გეტყვი, არა თუ ჩვენ თანხმდებით ამას. თავად არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი თანხმდებიან ამაზე 2016 წელს მათ მიიღეს დეკლარაცია არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ. რომლის ერთ-ერთ პუნქტში საუბარი თავარი პუნქტი არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიზნები, მათი დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობა, განხორციელების ვადები, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი როგორც მათ ვებგვერდზე, ისე საერთო ვებგვერდზე 2016 წელს. მათ შემდეგ შექმნეს ვებგვერდი CSO.g, რომელზეც 2 წელი ნაწილობრივ აქვეყნებდნენ, შემდეგ მიივიწყეს, დამთავრდა ეს პროექტი, როგორც ჩანს, მიივიწყეს და გახდა ეს ვებგვერდი ასე ვთქვათ, მონაცემების სასაფლაო, ეგრეთ წოდებული, სადაც განახლება არ ხდებოდა. და შარშან, როდესაც ჩვენ კანონ პროექტზე ვსჯელობდით და მაშინ რომ მოვიშველიეთ, რომ თქვენც გქონდათ ამის საჭიროებას ხედავდით, მაშინ ეს ვებგვერდი გაქრა უცებ ინტერნეტიდან და გათიშული არის ამ შემთხვევაში. ისი თქმა მინდა, ის რომ გამჭვირვალობა აუცილებელია, ამაზე თვითონაც შეთანხმდნენ თავის დროს. და ის რომ არ არსებობდა საკმარისი გამჭვირვალობა, ამიტომაც შეთანხმდნენ სპეციალურად დეკლარაციით. თორე ხომ არ იქნებოდა ცალკე ვებგვერდი საჭირო, თუ კი ისედაც გამჭვირვალეა, ხო? ნებაყოფლობით შეთანხმდნენ, ხო? ნებაყოფლობით. ნება გამოხატეს მათ თავად და არა სახელმწიფომ დაუწესა ეს მოთხოვნა, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა შევხედოთ საერთოდ გამჭვირვალობა, ამიტომ მკითხეთ თქვენ, თქვენი აზრით საჭიროა თუ არა გამჭვირვალობა. თქვენ ამიტომაც თქვით გამჭვირვალობა საჭიროა, ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ აუცილებელი არის, იმიტომ თქვენ როგორც მოქალაქეს ფიქრობთ რომ რაღაც ინფორმაცია უნდა გქონდეთ და თქვენ მართალი ხართ. რატომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი? საერთოდ ჯამში ჩვენ თუ წარმოვიდგენთ გარკვეულ წრეს, რომლის შიგნითაც ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც გავლენას ახდენს თითოეულ მოქალაქეზე. რომელიც ეხება გარემოს პოლიტიკას, არ ვიცი მე, ფინანსურ პოლიტიკას, ეკონომიკურ პოლიტიკას. ამ წრის შიგნით მოქმედი აქტორები არიან ისინი სუბიექტები, ვინც გავლენას ახდენს შემდეგ, ვინც იღებს ფორმირებაში გადაწყვეტილების, ფორმირებაში მონაწილეობას, რომელიც გავლენას ახდენს თითოეულ მოქალაქეზე. და არის პრინციპი ამის გაგება, რომ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს ვინ არიან ესენი, ისინი ვინც შემზე ახდენენ გავლენას თავის გადაწყვეტილებებს. და სწორედ იმიტომ რომ იგულისხმება რომ ასეთი უფლება მოქალაქის არსებობს, ამიტომაც სახელმწიფო უნდა იყოს გამჭვირვალე, ბიუჯეტის გამჭვირვალობა მაგალითად, სადაც საქართველოს არის ნომერ პირველი ყველა ქვეყანასთან შედარებით.
საჯარო ინსტიტუტები უნდა იყოს გამჭვირვალე, მათი ფინანსები, შემოსავალი, გასავალი და ხედავთ ხოლმე ხომ აუდიტის სამსახურის დასკვნებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გამჭვირვალეა. საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსები, ვინც ჩართული ვართ, ამ წრის ნაწილი ვართ და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ უნდა ვიყოთ გამჭვირვალე და ამიტომაც ჩვენი ქონების დეკლარაცია, სად ცხოვრობ, რა ტრანსპორტი მყავს, რა შემოსავალი, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე მოქალაქისთვის. იმიტომ რომ მას აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვარ მე, ვინ არიან ის ინსტიტუტები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც მათზე ზემოქმედებს. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ამ წრის შიგნით არის და არის გაუმჭვირვალე, არის არასამთავრობო სექტორი. აი ეს არის მოცემულობა. ეხლა ან შევთანხმდეთ ორ ამაზე. პირველი, რახან არიან მონაწილენი ამ გადაწყვეტილების მიღების და ახდიან გავლენას, უნდა იყვნენ გამჭვირვალე, ისევე როგორც პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, ასე შემდეგ. ხა დავსვათ კითხვა, არიან თუ არა? ხო, ისინი ამბობენ, რომ მათი საქმიანობა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. რა თქმა უნდა, ამას ამბობდნენ შარშანაც, მაგრამ შარშან დიდი ტყუილი ითქვა საბოლოო ჯამში. და ამ ტყუილის გამო მე ბევრი ვიღაცა თვალებში ვეღარ გვიყურებდა დონორების ჩათვლით და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩათვლით. ვინაიდან როდესაც შიგნით საუბრობდით და ვესაუბრებოდით კონკრეტული მაგალითებით, მე უკვე საპასუხო აღარ მქონდა ხოლმე მათ შორის დონორ ორგანიზაციებს შეხდით, რომლებიც აფინანსებენ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. შეგიძლიათ უფრო მეტი კონკრეტიკა რომ მოვიყვეთ, ვის თქვენი ინიციატივით შეხდით, რაზე ელაპარაკეთ, ანუ რა პასუხები მიიღეთ მათგან, მათაც აქვთ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან, რომლებიც მათი ფულით ფინანსდებიან, მათ საქმიანობასთან, მიზნებთან, ასე ვთქვათ, შეკითხვები. ყველაფერს გიპასუხებთ, უბრალოდ ის ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის მაგალითები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, რომ ამბობენ, რომ ჩვენ საბანკო გადარიცხვები, საშემოსავლო გადასახადი ან ასე შემდეგ და ეს ყველაფერი დეკლარირდება რაღაც ნაწილობრივ, ეს თითქოს ჩანს. უყურეთ, რაში არის აქ მთავარი манипуляცია, როგორც არაკეთილ სინდისიან манипуლირებს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, თქვენ კითხეთ, თქვენ ხართ კონკრეტული ჟურნალისტი მოქალაქე. მოქალაქეს აქვს უფლება, რომ იცოდეს რაღაც. გამჭვირვალე უნდა იყოს მოქალაქის მიერ. და არა საგადასახადო სამსახურის მიერ. საგადასახადო ტრანზაქციები დაცულია საგადასახადო საიდუმლოებით. მეც კი არ ვიცი. მეც არ მაქვს წდომა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვარ, საგადასახადო ტრანზაქციებზე. საბანკო ტრანზაქციები დაცულია საბანკო საიდუმლოებით. ასე რომ არ მაქვს არც მე, არც თქვენ წდომა ამაზე და არც სახელმწიფოს არ აქვს. ამიტომ ეს არ არის გამჭვირვალობა. გამჭვირვალობა გულისხმობს მოქალაქეების, საზოგადოების მიმართ გამჭვირვალობას. საგადასახადო სამსახურებში რაღაც დოკუმენტაციის მიტანა ან არ მიტანა, ეს არის ნაწილი საგადასახადო ვალდებულების. ამიტომ ეს არის პირველი манипуляცია. მეორე, არიან თუ არა ზოგადად გამჭვირვალეები. მაგალითებიც მომყავდა მე ძალიან ბევრი, ხო? მაგალითად ავიღოთ დროა, რასაც ვახსენებ. არსებობს რომელიც არის, როგორ გითხრათ, არის საკლასო მაგალითი იმ თავი პრობლემისა, რომელიც ჩვენ სამოქალაქო სექტორში არის და სადაც სინამდვილეში ფუნდამენტური ცვლილებები სადმე არის საჭირო, ზუსტად აქ არის საჭირო. არის მაგალითი, სადაც ყველა მანკიერი თვისება ქართული სამოქალაქო სექტორის არის ერთად თავმოყრილი. პირველი, ეს არის არასამთავრობო, ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არის ჩვეულებრივი კლონი პარტიის. მას აქვს სახელი პარტიის დროა, ის არის რეგისტრირებული ელენე ხოშტარიას მისამართზე. იმეილი არის ელენე ხოშტარიასი, ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია, დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, ყველაფერი არის დროა. და არიციან დონორებმა, რომ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ საქართველოში ამ ფულს? აი მივიდეთ აქამდე, ჯერ იყენებენ თუ არა. ანუ გვაქვს პარტია დროა და გვაქვს აბსოლუტური ასლი, ეგრეთ წოდებული NGO დროა. რას აკეთებს ეს NGO დროა? რაღაც ღონისძიებებს ატარებს, მათ შორის ხედავდით, რომ დეზინფორმაცია მთავარი რაც ცოლდებოდა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გვერდისავლებში, ეს იყო დროა. ელენე ხოშტარია გვახსოვს ჩვენ აქედან. ვისგან ფინანსდება NGO დროა? ევროპის დემოკრატიული ფონდისგან. საიდან გავიგეთ ეს? საგადასახადოდან გავიგეთ, ბანკიდან გავიგეთ, შემთხვევით გავიგეთ, იმიტომ რომ თავად ელენე ხოშტარიას წამოწდა ერთ-ერთ Facebook პოსტში, რომ დიდი მადლობა ჩვენს დონორს ევროპის დემოკრატიულ ფონდს, რომელიც ჩვენ საბაზისო დაფინანსებას გვაძლევს, რომლის წყალობითაც ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის კამპანია. აქ უნდა გკითხოთ ბატონო შალვა, ანუ თქვენ პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენს გვერდით მდგომი მთელი მართველი გუნდი, საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელი ხელისუფლება,
აი განცხადებაში ეხლა არ გიხსენებიათ საუბარში, მაგრამ განცხადებაში მეუბნებით, რომ მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეიცავს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს, ხო? ანუ მაგალითად დეზინფორმაციის კამპანიის გავრცელება, რომ თითქოს და ჩვენს ქვეყანას რუსეთი იყენებს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, მოდი შევთანხმდეთ, რომ ეს არის თუ ეს სიცრუეა და ეს არის ბრალდება ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ხო? და თუზე შეთანხმება მგონი არ გჭირდება. ეს დადასტურდა მათ შორის ერთწლიანი კამპანიის შემდეგ ამერიკელი, ევროპელი და ბრიტანელი სანქციების კოორდინატორების მხრიდან. კი ბატონო, მათ თქვეს, მაგრამ ასევე გაგვიმკაცრეს მოთხოვნები მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტთან დაკავშირებით. არა, ესეც იყო ნამდვილად ზუსტად მახსოვს, ხო? ჩვენთვის არავის არაფერი არ გაუმკაცრებია. ეს არის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც სანქციებს აწესებენ ეტაპობრივად, რაღაცებს ამატებენ ან არ ამატებენ. ეს არის მათი პოლიტიკა. ჩვენ რაც კი არის სანქცია, არ არსებობს არც ერთი ფაქტი, არც ერთი ეჭვიც კი, რომ საქართველოში მოიცავდა იყო და ყოველ თვე გამოდიოდა დროა და ბრალს უყენებდა ჩვენს ქვეყანას. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა დროა ერქმევა ამას თუ რა ვიცი რაღაცა სამხრეთ პოლუსი. თქვენ მე როგორც მოქალაქეს მეუბნებით პარლამენტის თავმჯდომარე, რომ X არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოური დონორების დაფინანსებით ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და მე შემთხვევით ვიგებ რომ ვინ არის მისი დამფინანსებელი და საიდან იღებს ის დაფინანსების წყაროს. ანუ ეს ხომ არ მიუთითებს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეზე? ნიკით, ეს მიუთითებს სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე. ეს მიუთითებს, რომ საგადასახადო ინსპექცია ჩასაფრებული კი არ არის, რომ პოლიტიკური მოტივები ეძიოს და შემდეგ შეატყობინოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. საგადასახადო ტრანზაქციებს აქვს ფინანსური დატვირთვა, მას არ აინტერესებს იქ დონორია, შინაარსი რა არის, სახელმწიფოებრივი, ანტისახელმწიფო, თავარი ეს არ იყოს, ასე ვთქვათ, უკანონო ფულის ბრუნვა და ასე შემდეგ გადასახადები გადახდა იყოს. ეს აჩვენებს, რომ საბანკო სისტემა არის არა პოლიტიკურად მოტივირებული და არამედ არის პოლიტიკურად ნეიტრალური და არ ფიქრობს იმას, რომ დაინახა ტრანზაქცია, სადღაცას ვიღაცას თანხა ჩარიცხა და მოდი შევატყობინო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ეს ზუსტად ამას აჩვენებს, რომ რამდენად გამართული არის სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკურად ნეიტრალური. მაგრამ აი ესე შემთხვევით ვიგებთ, რომ თურმე ევროპის დემოკრატიული ფონდი აფინანსებს ამ ორგანიზაციას. რა თქმა უნდა შეშფოთება, რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვეუბნებით პარტნიორებს. რა თქმა უნდა ევროპის დემოკრატიის ფონდს თვითონ წარმომადგენლობა არ ყავს ევროკავშირის წარმომადგენლობას, როგორც აქ, ისე ბრიუსელში. ამ საკითხს ყოველთვის ქონდა საუბარი. კონკრეტულად ამ მაგალითებზეც ქონდა საუბარი. რასთან გვაქვს საქმე? პირველი, ეს არის გარდა იმისა, რომ ანტისახელმწიფო, კი ბატონო, თქვათ რომ შეფასებით საკითხია სახელმწიფო ანტისახელმწიფო. ეს არის კანონის დარღვევა მათ შორის, როდესაც ხდება გარკვეული საკანონმდებლო ხვრელის მოძებნა, რომ დააფინანსო პირდაპირ პარტია. საქართველოში ისევე როგორც ყველგან აკრძალულია უცხოეთიდან დაფინანსება პარტიების. ეს არის არსის სუვერენიტეტის, რომ უცხო ფულს არ ქონდეს გავლენა, უცხოური გავლენა, დავიმახსოვროთ სიტყვა. ამიტომ არის აკრძალული. ამიტომ არ შეუძლია არც ერთ პარტიას მიიღოს დაფინანსება უცხოეთიდან. თორე რა არის პრობლემა, რომ საფრანგეთიდან ფინანსდებოდეს რომელიღაცა პარტია? რა პრობლემაა? საფრანგეთი ჩვენი მეგობარი არის თუ არ არის? გერმანია არ არის ჩვენი მეგობარი? რატომ არის აკრძალული საქართველოში? რატომ არის აკრძალული საფრანგეთში, რომ გერმანიიდან არ დაფინანსდეს პარტია? რატომ ერთმანეთში ქიშპი აქვს? ევროკავშირის წევრი არის ორივე. იმიტომ რომ ეს არის სუვერენიტეტი. თუ კი თანხმდებით, რომ სახელმწიფო ჩვენ ვართ ცალკე ერთი ორგანიზმი და ჩვენი ინტერესები გვაქვს, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს ჩვენი საუკეთესო მეგობრის ინტერესებსაც კი, ამიტომ მეგობარიც არ უნდა ჩაერიოს ჩვენ შიდა საქმეებში. ოჯახშიც ეს ხდება ხოლმე და ასე ვთქვათ, ქვეყნებს შორისაც კი თუ ისინი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ის რომ ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში იმიტომ რომ ქვეყნებს შორის ინსტიტუტები ვითარდება და ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა უხეშად არ ხდება რუსეთის მიერ. იმიტომ რომ ამას ამბობს ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ზუსტად ამას ამბობს, რომ მთავარი პრინციპი ეს არის, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ხორციელდება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაზე დიპლომატიური არხებით, პოლიტიკოსები და სახელმწიფოს ხელმძღვანელების დონეზე და არა ფარულად შიგნით რაღაც ორგანიზაციების დაფინანსებით. ამიტომაც არის ყველა ქვეყანაში აკრძალული დაფინანსება. საფრანგეთში როგორც კი ვინმე რომ გაიგოს, რომ არ ვიცი მე ნებისმიერი ქვეყნიდან, გერმანიიდან თუ რა ვიცი, ფინეთიდან ფინანსდება რომელიმე პარტია, აბა ნახეთ იქ რა სკანდალი იქნებოდა. ჩვენ ეს გავიგეთ. ჩვენ გავიგეთ, რომ ევროკავშირის რომელიღაცა ფონდი აფინანსებს პარტიას, ოღონდ მოძებნეს სქემა,
რომ პარტია აფინანსებს NGO-ს, ეს ამბობს, რომ მე ვარ NGO, რა შუაში ვარ, პარტია თითქოს არ არის ფორმალურად, არა და ყველაფერი ხომ იცის, ეს ერთი, ანუ და ამაზე ქონდა რა თქმა უნდა საუბარი, რომ ეს არის კანონის გვერდის სწავლა და ერთი და მეორე ეს არის დეზინფორმაციის გავრცელება. გავიხსენოთ პირველი პუნქტი 9 პუნქტიდან დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. და პირდაპირ ევროპული ფული იხარჯება საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციაში. და რა თქვენ ევროპელმა პარტნიორებმა ამაზე? ანუ თქვენ რომ აღარ დავაფინანსებთ, ამაზე კაცრად რაში დაიხარჯება ჩვენი ფული? ქონდა საუბარი, თავდაპირველად იყო სხვადასხვა არ დავასახელებ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, თუმცა მათ ვინცაც შეუძლია ევროპის სახელით საუბარი და ვინც არიან შესაბამისი პირები ევროკავშირის წარმოდგენის მხრივ. რა თქმა უნდა, ამას დაჭირდა დრო, რომ ასე როგორც თქვენ გიხსნით, ამ ეხსნა რომ აბატონო არის აქ Facebook-დან პოსტისაც აღიარებს რომ ეს არის. შემდეგ აი ხედავთ განცხადებები. იმ განცხადებებს შემდეგ დასჭირდა რომ ჩამოსულიყო ამერიკელი და ევროპელი კოორდინატორები რომ ბეჭედი დაესვათ რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო და მათ შორის ევროკომისიის დასკვნაში და ამის შემდეგ რომ ეღიარებინა ყველას რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. შემდეგ ვთქვი რომ რაღაც ჩანს რომ არის რაღაც პოლიტიკური мотиваცია ამ დაფინანსებაში. შემდეგ მე მითხრეს მათ შორის რომ მოიკითხეს ამ ფონდის აქტივობები საქართველოში და მითხრეს დამეთანხმდნენ რომ კი ნამდვილად ნახეთ რა პროექტებია და ჩანს რომ არის იქ გარკვეული პოლიტიკური მიკერძოება. ესე პირად საუბარში. რო ვთხოვე რომ იქნებ მეცმაჩვენოთ ეს პროექტები, მითხრეს ვერა, სამწუხაროდ ვერ გაჩვენებ. შემდეგ მიმართე კიდევაც ოფიციალურად რომ გაესაჯარებინათ ჩემთვის, სახელმწიფოსთვის და პარლამენტისთვის კი არა, საზოგადოებისთვის, თქვენთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის რომ გამოდის დროა, ხომ უნდა იცოდეთ ეს დროა ვინ არის, ვისგან ფინანსდება, ვისი ინტერესებია ამის უკან. და არის მათ შორის ეს არ არის თავისუფალი სივრცე, არსებობს პარიზის დეკლარაცია საერთაშორისო დახმარების ეფექტიანობის შესახებ, სადაც პირდაპირ პრინციპი არის ურთიერთპასუხისმგებლობისა შედეგების მიმართ. და ამ პრინციპებზე დაყრდნობით ვთხოვე, რომ გაესაჯეროებინათ, უზრუნველყოთ ევროპის დემოკრატიის ფონდის დაფინანსების პროექტების გასაჯაროება. იმიტომ იმ გვერდზე რომ შეხვალთ ევროპის დემოკრატიის ფონდზე, მე ვერ ნახავთ ვერაფერს, ნული. ევროპის დემოკრატიის ფონდი ქვია, ბრიუსელში არის დაფუძნებული და არის აბსოლუტურად არაევროპული ვებგვერდი, სადაც ვერ ნახავთ ვერანაირ გამჭვირვალე ინფორმაციას იქ. ვითხოვეთ ეს, ვთხოვე რომ არა ჩვენთვის, არამედ საზოგადოებისთვის გარკვეული პერიოდის შემდეგ რამდენიმე თვე დასჭირდა პასუხ, საბოლოოდ იყო რომ იცით რა, ეს ცალკე ორგანიზაციაა და მიმართეთ პირდაპირ. აი ესეთი არასერიოზული დამოკიდებულება, როცა არის სახელმწიფოს მიმართ, როდესაც პირდაპირ ვალდებულება რაც არის გამჭვირვალობის საერთაშორისო დოკუმენტებით და კარგი საერთაშორისო თვალსაზრისით აი ჩვენ NGO-ებს 2016 წელს აქვს ეს პრინციპი აღიარებული გამჭვირვალობის და ამას ვითხოვთ და არაფერთ არ გვაგდებენ საბოლოო ჯამში ჩვენ საზოგადოებას რომ აჩვენონ რა ფინანსები არის აქ. მეორე მაგალითსაც გეტყვით ბარემ ვინაიდან ვახსენეთ არის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი ნედი, ეგრეთ წოდებული, რომელიც არის ამერიკული ფონდი. იქაც უკვე ამ ფონდის წარმომადგენლებთან მქონდა მე საუბარი, ხელმძღვანელებთან რამდენჯერმე პირადი საუბარი. მან თვითხეს რომ ყველაფერი გამჭვირვალეა ჩვენთან და შეგიძლიათ ნახოთ, ვეუბნები არ არის თქვენ ვებგვერდზე, აი ნახე 2001 წელი, 2002 წელი არ არის. უი, კარგი, შეიძლება ტექნიკური საკითხი არის და მოდით მივხედავთ. ვთქვი, კი ბატონო, თუ თანხმდებით, აგერ ჩვენ შეხვედრის შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩემი კაბინეტი, ვთხოვთ მიაწოდეთ პროექტების სია. კი ბატონო, შევთანხმდით. მორჩა შეხვედრა, ამ შეხვედრის შემდეგ დაუკავშირდა მათ ჩემი კაბინეტის წარმომადგენელი, გადაამისამართეს ჯერ ერთგან, შემდეგ მეორეგან, მესამეგან და ბოლოს ჩაიკარგა ეს კომუნიკაცია საბოლოო ჯამში. მეორეჯერ შევახსენეთ, მესამეჯერ შევახსენეთ და ბოლოს უკვე რა გითხრათ, იცით და უხერხულია უკვე ამაზე საუბარიც კი მეუხერხულება, ვინაიდან ეს მე ხო ჩემი სახელით ხო არ ვამბობ ამას, ხო? მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ქართველი ხალხის სახელით ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. არ აქვთ ინფორმაცია თუ განგება არ მოგაწოდეთ? რა თქმა უნდა, განგებ. როგორ არ აქვს თვითონ რას აფინანსებენ, როგორ არის ამ პროექტების სია. მაგრამ გვეუბნებიან, გამჭვირვალე ვართ ჩვენ, რა პრობლემა არ არის. როგორც შანშანაბობდეთ დონორები, ყველაფერი გამჭვირვალეა. თქვენც ახლა ხომ მითხარით, ყველაფერი გამჭვირვალეა. რატომ არ მიმართეთ ამერიკის საელჩოს საქართველოს? ვთქვა რომ არ მიმართ. ხო, წესით ხო ჩვენ წინა შემთხვევაში არ დააკონკრეტეთ, მაგრამ თავეჭრება დამრჩა რომ თვითონ თქვენ და ევროკავშირის ელჩის საუბარს ყველას მიმართეთ. და საბოლოო ჯამში უკვე ბოლო პერიოდი არის ასეთი ტიპის საუბრები ხოლმე, რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ. ყველა მეთანხმება, რომ გაუმჭვირვალობა არ არის სრულად მოცემული, მაგრამ დანარჩენი უკვე უკედელია, შედეგს ვერ ვაღწევთ.
და ეს არ ეტევა არანაირად არც ევროპულ სტანდარტში, არც ამერიკულ სტანდარტში, არც დემოკრატიის და გამჭვირვალების ნებისმიერ სტანდარტში. შარშან გახსოვთ თქვენ ამ კანონპროექტების განხილვის დროს მახსოვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები პარლამენტშიც იყვნენ მოსულების შეხვდით და იქაც იყო ტკიცება და ფიცი რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და რა საჭიროა ეს ყველაფერი იქაც ვეუბნებოდი ამ ყველაფერს და იმის შემდეგ აი ნებისმიერ საელჩოებთან როცა მაქვს შეხვედრები ვეღარავინ ვეღარ ამბობს რომ ეს არის გამჭვირვალე. რატომ? იმიტომ რომ ფაქტია, ხომ ეს ყველაფერი. და ეხლა უნდა ჩამოვყალიბდეთ დაუბრუნდეთ ჩვენ პირველ კითხვას. თქვენ გინდა თუ არა რომ იყოს ეს გამჭვირვალე როგორც საქართველოს მოქალაქეს და ვიმსახურებთ თუ არა ჩვენ საქართველოს მოქალაქეები რომ როცა უცხო ორგანიზაცია ჩამოდის, აქ ფულს ხარჯავს იმაზე რომ ჩვენი ცხოვრების ზემოქმედება მოახდინოს, მინიმუმ ვიცოდეთ რა ორგანიზაცია მოვიდა რომელი ორგანიზაცია დააფინანსა და რა საკითხზე დააფინანსა. აი ეს არის და რაც თავად უწერიათ NGO-ებს 2016 წლის დეკლარაციაში. ბატონ შალო, მე ზოგადად არა მხოლოდ სახელმწიფო, არასამთავრობო კერძო საქმიანობაში, ცხოვრებაშიც კი სიმართლის და გამჭვირვალობის მომხრე ვარ. მოდი ამას აქვე დაგიფიქსირებთ, მაგრამ ისევ მინდა დაუბრუნდეთ ჩემს შეკითხვას. აი დამრჩა შთაბეჭდილება, როდესაც თქვით, რომ ვერ მივაკვლიეთ, ვერ დაუკავშირდით ამ ევროპის დემოკრატიის ინსტიტუტს, ხო, რომელიც დაუკავშირდით. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საუბრობდით იგივე 800 შემთხვევასთან დაკავშირებით, თქვენი და ევროკავშირის ელჩის საუბარი შედგა ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. თუ დამიდასტურებთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება შემდგომში ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეაქციების თვალსაზრისით ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. სხვადასხვა პირთან მქონდა საუბარი, როგორც საქართველოში ფარგლებს მიღმა, არა მხოლოდ მე, არამედ ჩემ კოლეგებსაც, მათ შორის ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობასთან და ელჩთან ოფიციალურად წერილიც მიუწერენ საელჩოს. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა თუ გახსოვთ ჯარიმებს, როცა აღმოჩნდა, რომ ჯარიმებს აფინანსებდა ევროპის დემოკრატიული ფონდი და ამასაც გაგახსენებთ ამ ისტორიას როგორ იყო, რომ უცებ გასკდა სკანდალი, რომ ასე ვთქვათ, ჯარიმებს იხდიდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის განვითარების ფონდი თუ არ ვცდები და მათ ვებგვერდზე მითითებული ჰქონდათ USAID-ის ლოგო, როგორც ამ პროექტის დამფინანსებელი, რომელზეც შემდეგ საელჩომ განაცხადა, რომ ეს ტყუილი არის, ლოგო მოხსნეს და შემდეგ გამოჩნდა ახალი გვერდი, სადაც იყო რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი თურმე, არა, სოროსის ფონდი აფინანსებდა და ევროპის დემოკრატიის ფონდი. მალავდნენ რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი იყო და შემდეგ დაამატეს ეს ყველაფერი, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა. და ამ ესეც იყო ერთ-ერთი საფუძველი, რისთვისაც მე მივმართე ევროკავშირის წარმომადგენლობას სწორედ პარიზის დეკლარაციის პრინციპებზე დაყრდნობით, რომ უზრუნველყოთ საჯაროობა ქართული საზოგადოებისთვის ამ პროექტების. ვინაიდან ეს გახლავთ ევროკავშირის ფული, ეს არის ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელობაში არიან ევროპარლამენტის წევრები და რომელიც ფინანსდება ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. სხვათა შორის, როდესაც ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს და ელჩს ვესაუბრები ხოლმე, ისინი ხელებს შლიან, რომ საერთოდ არ იციან, როგორ მიდის იქ ფული და რაში იხარჯება. თვითონ ევროკავშირის მოქალაქეებსაც ეს გარკვეულწილად დამალულია. მე ამაზე მივმართე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, რომ უზრუნველყოთ, სამი თვე დასჭირდა პასუხს და პასუხი იყო, რომ იცით რა, ეს ცალკე ორგანიზაცია არის და მიმართეთ ამ ორგანიზაციას. ეს არ არის ის პასუხი, რომელსაც საქართველოს ხალხი იმსახურებს ევროკავშირისგან ამ შემთხვევაში. ვინაიდან კიდევ ერთხელ საქმე ეხება რომ იმას, რომ ევროკავშირის ფული საქართველოში კანონის გვერდისავლით იხარჯებოდა და კანონის უზენაესობის დარღვევის თვის იხარჯებოდა. და ამაზე თუ ევროკავშირი პასუხს არ იგებს და ფულს ესე თუ არ იგებს, მაშინ ესეც უნდა ითქვას, რომ პასუხს არ იღებენ არაფერზე. და ასევე დემოკრატიის ნაციონალური ფონდი, ნედი, მათ უშუალოდ უკვე ამ ფონდთანაც იყო კომუნიკაცია და მათგან აბსოლუტური საბოლოო ჯამში ჩაკარგვა არის ამ იმეილების გადამისამართებით და ბოლოს პასუხი და კიდევ ერთხელ ეს უკვე გარკვეულწილად მეუხერხულება კიდევაც რა ინტერესი აქვს ევროკავშირის წარმომადგენლობას, აი რატომ დაუმალა ეს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ გუნდს, რომელიც დაინტერესებული. მე თავად ევროპის დემოკრატიის ფონდი საქართველოში მუშაობს ისე, რომ არ ამჟღავნებს თავის საქმიანობას. სხვა შორის ისინი გამოეხმარულენ, მე ვახსენე ამას წინა და გამოეხმარნენ, ყველაფერი გამჭვირვალე არის. შედით მათ ვებგვერდზე ნახეთ ერთი რა არის გამჭვირვალე და ნახეთ რას აფინანსებენ. საბოლოო ჯამში და შემთხვევით აი ასე ყურმოყრით თუ გავიგეთ ხოლმე რომ ვიღაცა წამოწდება
სხვათა შორის ეს ის ფონდია, რომელიც მელიას გირაო გადაიხადა თავის დროზე. აი ეს ფონდი არის ზუსტად, რომელიც ფულს იხდის ასეთი ადამიანები არ აქვს პასუხი, ანუ პოლიტიკურ პროცესებში რატომ მონაწილეობენ. უყურეთ მარტივი ხო არის საკითხი, უყურეთ აფინანსებენ რაღაც პროექტებს, ხო არის ეს სია. გამოაქვეყნო, რატომ უმალავენ ქართულ საზოგადოებას? კიდევ ერთხელ კარგ საქმეებს დამალვა არ სჭირდება და თუ კი რაღაცა იმალება, თუ კი რაღაც იმალება, ესე იგი ამის უკან არ არის კეთილი განზრახვები. ეს არ ქონდა მე მხოლოდ საელჩოსთან, მათ შორის ბრიუსელიდან წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს ამ საკითხს ყოველთვის ვაჟღერებ და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა წარმომადგენლებთან ამას ვაჟღერებ. კიდევ ერთხელ ამ საუბრებში ბოლო უკვე თვეები არის აბსოლუტური დახურული წრე არის ტრიალეთ ერთ წრესთან დაკავშირებით მე ვსაუბრობ იმაზე რომ არის სამწუხარო პრაქტიკა რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას შეხედეთ ნებისმიერი პარტია აიღეთ ყველგან ნახავთ ყალბ NGO-ს რომელიც ფინანსდება ვითომ არასამთავრობო ორგანიზაცია სინამდვილეში ეს არის პარტიის დაფინანსება აი გუში რომ იყო ინფორმაცია მთავარმა მიიღო გრანტიო თითქოს ახლა რა თემაზე იყო ეს გრანტი ეს იყო პრობლემა აქ კიდევ უფრო სხვა დიდი პრობლემა არის ტელევიზია მთავარი ტელეკომპანია მთავარი გუში ნიკა გვარამიას აღიარებითვე არის სატელევიზიო პარტია ხო თქვა მან თავად და ყველა მიცის ახლა თავს ვიტყუებთ რომ მთავარი არის ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი და ამას როცა აფინანსებს ვიღაცა ეს ხო პარტიის დაფინანსებაა კარგი აი რამდენიმე შეკითხვა დამიგროვდა და მოდი ყველას დავსვამ იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია ანუ თქვენ ერთი წლის წინ ხელისუფლებამ მასშტაბური აქციების და სამოქალაქო პროტესტის ფონზე უკან დაიხია და გაიწვია სამი მოსმენით მიღებული ხო? სამი მოსმენით მიღებული კანონ პროექტი. ანუ ეხლა ფიქრობთ რომ ეს არგუმენტები, რომელსაც ახლა ასთავაზობთ, უფრო დასაბუთებული როგორც ამბობთ ხო, უფრო ინფორმირებული, გასაგები იქნება იმ საზოგადოებისთვის, ვინც თავის დროზე მარტის აქციები მოგიწყოთ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც აღშფოთებას გამოხატავდნენ, ხო, მანამდე არა მხოლოდ ცალკეული ევროპარლამენტარები, თუმცა მათგან ახლა პროტესტი ახლაც გვესმის, აი მე რებეკა ჰარმსი ამბობს, რომ ქართული ოცნება თუ კოშმარი უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტს წარმოადგენს, რომელიც ყველა დემოკრატიულ პროცესს ასევე ევროკავშირში ინტეგრაციას მოწამლობს. ასეთი ბევრი მაშინაც მოვისმინეთ, მაგრამ ასევე ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერის განცხადება იყო, რომელიც ამბობდა, შინაარსი ასეთი იყო, რომ ასეთი კანონპროექტის მიღება დააშორებდა ჩვენს ქვეყანას ევროპულ ღირებულებას. გვახსოვს ამერიკის საელჩოს ძალიან მწვავე რეაქცია ამაზე, თქვენ მოიყვანეთ ევროკავშირის ქვეყნის ელჩები, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოში და შეშფოთებას გამოხატავდნენ. ანუ თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ ყველა ეს საპროტესტო განწყობა ხალხში იქნება ეს თუ საერთაშორისო პარტნიორებში იქნება ანულირებული, მოხსნილი, შერბილებული და ეს თქვენი არგუმენტები მათთვის იქნება დამაჯერებელი? შარშანაც მოხდა ეს იყო დეზინფორმაციული შტურმი ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც გახსოვთ თუ დისკუსია თლიან ჩაახშეს დეზინფორმაციული შტურმით და ასე ვთქვათ გარკვეული ხმაურით ამასთან დაკავშირებით. შინაარსობრივად ხო არც კი შემოვიდნენ. ეხლაც დღეს დააკვირდით, ვინმე რამე შინაარსობრივი არგუმენტი საერთოდ თქვა? ხო არაფერი. გარდა ასე ვთქვათ დაბრენდვისა, რაც გააკეთეს შარშან. და სხვათა შორის შარშან ერთ-ერთი უცხოელი აქტორი იყო, ამის ინიციატორი, ვინც პირველად თქვა, ახსენა ტერმინი რუსული კანონი და რუსული სტილის კანონი. კელიდეგნანს გულისხმობთ. აქედან წამოვიდა მთელი ეს ტყუილის კასკადი, როდესაც ამერიკულ კანონს დაარქვეს რუსული კანონი. ხა ამაზე მეტი აბსურდი. რატომ გამოაცხადეთ კელიდეგნანი ავტორად აი ამ ტერმინის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ავლებს პარალელს რუსულ კანონსა და არსებულ კანონპროექტს შორის. ხალხებას ბევრი ხედავს. ყველა ვინც ავლებს ამ პარალელს ან წაკითხული არ აქვს კანონი, არც ერთი არც მეორე, ან არაკეთილს ინდისიერი, იმიტომ ტყუილი არის. ესე წმინდა ტყუილი რაიმე სახის შედარება რუსეთთან ამ შემთხვევაში. რაც შეეხება სიტუაციას, კიდევ ერთხელ შარშან დეზინფორმაციული შტურმი, ნული, ასე ვთქვათ, მთლიანი ჩახშობა დისკუსიისა
და ამის შემდეგ ჩვენ ნახეთ ხა საზოგადოებამ ბევრი რამე გაიგო, მათ შორის გაირკვა ეს ფაქტები, დროას დაფინანსება, მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანია, რომელსაც სირცხვილი აწარმოებდა და აფინანსებდა ზუსტად ევროპის დემოკრატიის ფონდი და ეროვნული დემოკრატიული ფონდი. ისინი აფინანსებდნენ რომ მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას. ბატონო, რა მიზანი აქვს დონორ ორგანიზაციებს, ანუ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერევა? რატომზე არსაუბრობთ, მაგრამ უყურეთ, ხომ ცუდია რომ დროა აცელებდა დეზინფორმაციას საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გვერდის ეს ხო ცუდია. ამის თუ კი ეს ცუდია, ამის დაფინანსებაც ხომ ცუდია. და მინიმუმ ხო ადამიანმა მიხვდეს რომ ამის დაფინანსება ცუდია და აღარ უნდა დააფინანსოს, ხო? ეს ხო მარტივი რაღაც ლოგიკები არის, რომელსაც ჩვენ ვამბობთ. და კიდევ ერთხელ რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, საზოგადოებამ უკვე ნახა ბევრი რამე აღარ შეგხვდებათ, როგორც ქვეყნის ისე მის გარეთ. ის დღეს ხომ ნახეთ, იგივე სახეები არის, ვინც მაშინ იყო ავანგარდში, ასე ვთქვათ, ამ პანიკის და დეზინფორმაციის და ზუსტად იგივე მეთოდებით, რაც შარშან ჰქონდა, ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მეთოდი, მართლაც სახელმძღვანელოდან ამოწერილი, როგორ უნდა მოახდინო დეზინფორმაცია, იმუშაო ემოციებზე, ადამიანებს ესე დააპირისპირო თითქოს ევროპა და რაღაც არჩევანი არის რაღაც ევროპასა და რაღაცა შორის, უმარტივეს საკითხს, სინამდვილეში რაზე გვაქვს მსჯელობა, ჩვენ რაზე შევთანხმდით, თქვენ და მე, რომ უნდა გამჭვირვალე იყოს ასეთი დაფინანსება, ერთადერთი რამე არის ამ კანონში მხოლოდ, ერთადერთი. რომ ის ორგანიზაციები და კიდევ ერთხელ ეს ტყუილი დღეს ხო ხედავთ აღარ გაზდით, მაშინ რო თქვეს რომ სტუდენტებიო და პირებზე და ინდივიდებზე ცელდებაო. ხო ეს აღარ ჩაიარა ამ ტყუილმა. ის ორგანიზაციები აბრუნებთ ამ კანონს, ის კანონი იგივე არის და იგივე შეიწერია. ის ორგანიზაციები თან ყველა კი არა, თან ყველა კი არა, ის ორგანიზაციები რომელიც 20%-ზე მეც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან, ამ ორგანიზაციებმა უნდა გააკეთონ მხოლოდ ერთი რამე მხოლოდ. ყოველ წლის იანვარში წინა წლის შემოსავლების გასავლების დეკლარირება გააკეთონ იუსტიციის სამინისტროს რეჟიმში. წერტილი, მეტი არაფერი, გამჭვირვალობა. უცხოური გავლენის ხო, ეხლა რაც შეეხება ეს, ხო ხედავთ ტერმინზე ვეღარაფერს ვეღარ ამბობენ, იმიტომ შეიცვალა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ტერმინზე. უკვე ტერმინი ხო აღმოჩნდა, თუმცა ტერმინი არ ყოფილა პრობლემა, იმიტომ ტერმინი შეიცვალა და ტერმინზე ვერაფერს არ ამბობენ. იცით რატო ვერ ამბობენ? აი ეს არის ევროკავშირის დირექტივის პროექტი, რომელიც დამტკიცებული არის უკვე ევროკომისიის მიერ და ნახეთ მისი დასახელება. მისი დასახელება არის, რომ მესამე ქვეყნის ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ ამაზე კიდევ რბილი ფორმა გვაქვს, ინტერესების გამტარებელი და არა წარმომადგენელი, იმიტომ წარმომადგენელი პრინციპში ითარგმნება, შეიძლება ითარგმნოს კიდევაც როგორც ინგლისური გაგებით აგენტი, ხო, იმიტომ აგენტი ნიშნავს წარმომადგენელს იმ ამერიკულ კანონშიც. ეს კიდე ცალკე აბსურდი, რომ ჯაშურს გაუთანაბრეს ტერმინი აგენტი, მაშინ როდესაც ქართულ სამართალშიც აგენტი სხვანაირად გვაქვს. კი ბატონო, ჩვენ თვითონ ეს ტერმინი აი ხა ამ ტერმინთან რა პრობლემა აქვს, როდესაც ეს ტერმინი ევროკავშირის დირექტივაში წერია, რომელიც სულ ახლა იანვარში იქნა ევროკომისიის მიერ მოწოდებული და ევროპარლამენტში განიხილება. ევროკავშირის დირექტივაში ეს ტერმინი. ამიტომ ყოფილიყო წარმომადგენელი უფრო თავსებადია ქართული, ასე ვთქვათ, ლექსიკისთვის. ქვან ტერმინის პრობლემაც აქვს. ტერმინზე ილაპარაკობ. თავად იცით რა არის? პრობლემა ტერმინთან კი არა. პრობლემა აქვს შინაარსთან. პრობლემა არის იმაში, რომ არ უნდათ რომ ეს იყოს გამჭვირვალე. მალავე და მათ აქვს ბევრი დასამალი, იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ პარტიები ფინანსდება უცხოეთიდან, აღმოჩნდება, რომ რადიკალური ჯგუფები ფინანსდება უცხოეთიდან. დროა რო ვახსენე, ეს მონაჯი გვერდი როა გაკეთებული, ვისი გაკეთებული არის? მათი გაკეთებული არ არის? აი რა არის? ამაში რა არის? ამაში ევროპული რაში არის ამაში? მონაშია ევროპა თუ ჯიში არის? რაში არის ევროპა, როდესაც ადამიანის ღირსების შემლახველი ვებგვერდი ფინანსდება ევროპული თუ ამერიკული ფულით. არც ვიცით ბოლომდე ვისი ფულით არის, იმიტომ რომ გაუმჭვირვალეა კიდევ ერთხელ, ესეც შეგვიძლია ვივარაუდოთ, იმიტომ რომ რამდენიმე შეკითხვა დამიდევდა. ევროპის ფონდიდან ფინანსდება. თქვენ აი აქცენტს აკეთებთ გამჭვირვალობაზე, ის ორგანიზაციები და არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია ორგანიზაციები, ვისაც მოუწევთ ასე ვთქვათ, რეესტრში დარეგისტრირება, ვისაც შეეხება უშუალოდ კანონ პროექტი, რომელიც კანონად იქცევა, ამბობენ, რომ ეს იქნება ზეწოლის მექანიზმი და ბერკეტი, სწორედ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებზე, რომ კანონი აძლევს უფლებას ნებისმიერ დროს იუსტიციის სამინისტროს ნებისმიერ ინფორმაციის საფუძველზე, გონივრული ეჭვის საფუძველზე შევიდნენ და შეამოწმონ ისინი, დააღმოაჩინონ რაღაცა გარკვეული ტიპის დარღვევა, დააჯარიმონ, ანგარიშები დაუყადაღონ და ფაქტობრივად იძულებული გახადონ, რომ მათ თვითლიკვიდაცია გამოაცხადონ. აი ამას რას უპასუხებდით?
ტყუილია აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, არანაირი კონტროლი იმის რომ, არ ვიცი, რაღაც გადარიცხვები და საფინანსო კონტროლი, რა თქმა უნდა, არ არის. კიდევ ერთხელ, საფინანსო მხრივ ეს არის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის საკითხი, ეს არის აბსოლუტურად სხვა საკითხი. აქ საუბარი გვაქვს ჩვენ საზოგადოებასთან გამჭვირვალობას. თქვენი ტელევიზია კომუნიკაციის კომისიასთან არის თუ არა ანგარიშვალდებული? რა თქმა უნდა, ანგარიშვალდებულია და ხო, ჩვენი შემოსავლები არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. და პრობლემა რაში არის? ჩვენთვის არაფერი. და სხვისთვის რატო ეს პრობლემა? ჩვენ არ ვიღებთ დაფინანსებას, ასე საიდანაც არ უნდა იღებდეთ. დაინტერესებული წყაროებიდან. გასაგები არ თუნდაც გარერო იყოს ეს რამე პრობლემა არის რომ ამისი დეკლარირება მოახდინოთ. კიდევ თქვენ ხართ მედია და თქვენ ხართ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული კომუნიკაციის კომისიის მიერ. რა პრობლემა აქვს სხვა მედიას? რა პრობლემა არის? ან თქვენ რა პრობლემა გექნებათ ამით? ხო არაფერი. და იქ რატომ ადეკლარებთ? იმიტომ რომ აქ გამჭვირვალობის გამო ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, აცხადებს კონკურსებს და ჩვენი მედია საშუალებაც მათ შორის წერს ამ პროექტებს, მონაწილეობს, იღებს გრანტებს, რომელიც ჩვენს ტელეკომპანიას განვითარებაში ეხმარება. ანუ თუ ის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდებათ საქმიანობა, შესაბამისად შეუმცირდებათ ან შეუწყდებათ დაფინანსება, ეს რა თქმა უნდა შემდეგ ჩვენზეც აისახება. რატომ უნდა შეეზღო? ანუ ეს რა გამოდის იცით რომ თუ კი ჩვენ ვიტყვით რას ვაკეთებთ, ესე იგი ჩვენ აღარ დაგვაფინანსებენ? ანუ აღმოჩნდება რომ ცუდ რამეს ვაკეთებთ თუ რატომ? ანუ ეს ლოგიკა არ მუშაობს საერთოდ და თქვენი ტელევიზია მის კარგი მაგალითია მედიასაც შეეხება, იმიტომ ანგარიშვალდებული ხართ და არანაირი ამის გამო რაიმე შეზღუდვა არ გაქვს და პირიქით სწორედ საზოგადოების გამო ხართ თქვენ ანგარიშვალდებული და ამაზე არის საუბარი და საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ რასაკითხამდე რომ ეს გამჭვირვალობა ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ იცოდეს რაში იხარჯება ფული, იმიტომ ეს გავლენას ახდენს. იცი, ამაში ეს ცუდს და კარგს კი არ ნიშნავს. საერთო ჯამში უცხო ქვეყნებისაც, როგორ გითხათ, ადამიანი არ ვართ კუნძული, ხო? როგორც ინდივიდები. ჩვენ სოციალიზაციას გავდივართ სხვებთან ურთიერთობით. რაღაცებს სწავლობთ სხვებისგან, რაღაცებს სხვები სწავლობენ ჩვენგან. ასევე არიან ქვეყნები და სახელმწიფოები. ჩვენ არ ვართ ცალკე კუნძულოვანი სახელმწიფო, ხომ? ჩვენც ურთიერთობაში ვართ სხვებთან. სხვებისგან სწავლობთ რაღაცას, სხვები სწავლობენ ჩვენგან რაღაცას. და ამას დადებითი ეფექტი შეიძლება კონდეს და ექნება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი ეს ღია არის ჩვენი საზოგადოებისთვის და ვიცით რომ აი რომ შემოდის რომელიღაცა უცხოური ორგანიზაცია ნებისმიერი მხრიდან აიღეთ ჩრდილოეთ, სამხრეთი, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი ხა ძალიან რო აბავენ ამ მიმართულებებს. საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ მდებარეობაში არის და ბევრი ინტერესი იხლართება ჩვენთან. ნებისმიერი ქვეყნიდან გეოგრაფიული პუნქტიდან რო შემოდის რაღაც დაფინანსება, რომელიც ამბობს ხალხო, მე მინდა თქვენთვის სიკეთე. ჩვენ არ გვაქვს უფლება ქართულ ხალხს ვიცოდეთ რომ თუ შეიძლება გითხარი კონკრეტულად რა სიკეთე გინდა და როგორ აპირებ ეს სიკეთე მე მომანიჭო. აი რა არის ამაში? ან ცუდი, ან რაიმე პრობლემური ამ ყველაფერში და ის შემთხვევაში თუ ამას მალავს, ეს ხომ იწვევს ეჭვს, რომ ამის უკან არის რაღაცა არასწორი განზრახვები და სინამდვილეში ასეც ხდება ხოლმე. აი ეს მაგალითები რომ მოგიყვანეთ, ისინი ვინც მალავენ თავის დაფინანსებას, უცხოური ფონდები, შემდეგ აი ესე შემთხვევით თუ აღმოაჩენთ ხოლმე ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, ამუშავებენ როგორც იმ განცხადებაში იყო ნათქვამი, ამუშავებენ ქვეყანაში რაღაცა რევოლუციურ სცენარებს იმისათვის რომ ხელისუფლების ცვლილება მოახდინონ. მე მგონია რომ ეს გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულია ვიდრე უბრალოდ შემოსავლებისა და ხარჯების დამალვა. არ არის ასე ბატონო შალვა? ანუ უყურეთ აქ განზრახვებში ხო ერთად დანაშაულის კატეგორიაში გადის. არა, უყურეთ, მივყვეთ ასე ლოგიკურად. ის ვინც რაღაცას მალავს, ესე იგი დასამალი აქვს და იმიტომ მალავს. ეხლა დავფიქრდეთ, რატომ მალავს. და მოვიყვანოთ მაგალითი. მე გითხარით მაგალითად დროას დაფინანსება ევროპის დემოკრატიის ფონდის მხრიდან, რომელზეც ჩვენ საჯაროდ ვისაუბრეთ და თვითონაც დაადასტურეს, არავინ უარყოფს. ისმის კითხვა ეს როცა არის პარტიის კანონის გვერდისავლით ან რაღაც კანონის ხარვეზების გამოყენებით დაფინანსება. ჩვენ ვართ წინასაარჩევნო პერიოდში. აი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავს ეძახიან, რომ არიან ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, რომლის მანდატიც არის ასევე დააკვირდნენ ფინანსებს პარტიებისას, ხომ? აი გამოვედით ერთ-ერთი პარტია, ნუ გვიყურებენ როგორც ხელისუფლებას და ვთქვით, ვამხილეთ სხვა პარტია, რომ ის ფინანსდება უცხოეთიდან. ამის შემდეგ ამ ორგანიზაციას უნდა დაინტერესდნენ თუ არა და მოიკითხონ აქ ან სხვაგან კი, მაგრამ აბა რა ფინანსები გაქვთ, თქვენ იქნებ გვიპასუხოთ. სხვათა შორის კითხეს ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს და აიცილეს თავიდან თითქოს არ აინტერესებდა. იცით რატომ არ დაინტერესდნენ? იმიტომ რომ მათაც აფინანსებს ზუსტად იგივე ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც იმ პარტიას აფინანსებს. და რა თქმა უნდა, თავის დონორს ისინი არ ამხელენ. ახლა მივდივართ კითხვისკენ, აი ეს ორგანიზაცია ის ფედი საერთაშორისო გამჭვირვალობაზე ვსაუბრობ მაგალითისთვის, ხომ?
რომლებიც ახლა არიან დამკვირვებლები საარჩევნო გარემოს და რომლებიც ასე მანიპულირებენ, ანუ ჩუმად არიან დროას შესახებ, ვინაიდან იმათ აფინანსებს იგივე დონორი, რომელიც აფინანსებს მათ და ამიტომ უჩუმდებიან და ხელსაფარებენ თავის დონორს, ელით რომ მათ კეთილსინდისელი დასკვნა ექნება თამარჩენებზე, რა თქმა უნდა არა. და ეს არის ის მანკიერი ჯაჭვი, რომელიც შემდეგ იწყობა ერთი მეორეზე ჩაჭიდებული, რომელიც საბოლოო ჯამში არა კეთილ გავლენას ახდენს საზოგადოების მიერ აზრის ფორმირებაზე და შემდეგ იმისთვის რომ არჩევნებში მან მიიღოს მონაწილეობა ობიექტური ჩამოყალიბებული აზრით. თუ მიიღებთ და ეს არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციები, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტი ხომ ასია კანონში განსაზღვრული, მოდის უცხოეთიდან ვალდებული იქნებიან, რომ აბსოლუტური გამჭვირვალობა უზრუნველყონ საკუთარი ფინანსებისა, როგორც შემოსავლების ასევე ხარჯების სახით და შეავსებენ ხო ამ დეკლარაციებს, რასაც თქვენ ითხოვთ, ანუ დეკლარაციის შევსება მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აბსოლუტურად დააზღვევს ქვეყანას იმ არაკეთილ განწყობებისგან, რომელიც საბოლოო ჯამში მათი საქმიანობით ფორმირდება? ანუ ამ კანონით არასამთავრობო სექტორი თქვენ და თქვენი ტელევიზიის სტანდარტის დონეზე ავა. აი ამ კანონით, ამ დონეზე, რომ დიახ, იმ შემთხვევაში თუ კი იმ პირობით თუ მათ 20%-ზე მეტი აქვს უცხოური დაფინანსება, ერთადერთი რაც უნდა გააკეთონ, მოიქცნენ როგორც თქვენ იქცევით. და როგორც ვიქცევი მე, როგორც საჯარო მოხელი, რომელიც ვადეკლარირებ ჩემს შემოსავალს და გასავალს. როგორც იქცევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, სადაც ყველა შემოსავალი და გასავალი არის ღია. როგორც იქცევა ნებისმიერი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სამინისტრო და ასე შემდეგ. რატო ვიქცევით ასე, თქვენ და მე? იმიტომ რომ თქვენ და მე გვიყურებს საზოგადოება და ჩვენ გავლენას ვახდენთ მათ აზრზე, მათ გადაწყვეტილებებზე, მათ ცხოვრებაზე გავლენას ვახდენთ და ამიტომ ჩვენ ამ პრინციპისგან გამომდინარე დავიწესეთ ვალდებულება, რომ ჩვენ ვიყოთ გამჭვირვალე საზოგადოების მიერ და იცოდეს ვინ ვარ მე, ვინ ხართ თქვენ, ვინც ამ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. და ჩვენ ყავს ერთი სეგმენტი, არასამთავრობო საზოგადოების სეგმენტის სახით, რომელიც არის აბსოლუტურად დაფარული და ამბობს იქ რა თქმა უნდა არის რაღაცებს ასაჯაროებენ, მაგრამ თავისი ნებასტურვილი ზოგი ასაჯაროებს რაღაცას უფრო ვრცლად, ზოგი ვიწროდ, ზოგი საერთოდ არ ასაჯაროებს, ზოგთან შეხვალთ და ნახავთ დონორის ლოგოს, მაგალითად დონორის რეესტრში რო შეხვალთ ვებგვერდზე, ნახავთ დონორის ლოგოს. არ ყვიეთ ახლა თქვენ ან რას აფინანსებს, ან ისევ აფინანსებს თუ არა, მე აღმოჩნდება რომ ეს ძველი დადებული ლოგოა და ახლა აღარაფერს აღარ აფინანსებენ, ანუ შეცდომაში შემყვანია. ზოგი დებს უფრო დეტალურ ბიუჯეტს, ზოგი ნაკლებ დეტალურ ბიუჯეტს. ეს არის რომ ერთიანი სტანდარტი, რაც არის თქვენთვის, ჩემთვის და ყველასთვის, ვინც ვახდენთ გავლენას ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე, რომ ვიყოთ გამჭვირვალე მოქალაქეების მიმართ. შარშან ამ მოქალაქეებს უთხრესო, თქვენ უნდა იცოდეთ შეიძლება პოლიტიკოსებზე, ტელემედიაზე რაღაცეები და სამინისტროებზე, მაგრამ ჩვენ ვიქნებით დაფარული, ჩვენ არ გეტყვით ვინ ვართ, მაგრამ მოახდენთ გავლენას ჩვენ ცხოვრებაზე და აუკრძალეს ამ ინფორმაციის კიდევ ერთი შეკითხვა. დავუშვათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ უკან თუ გვერდით მდგომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ გარკვეული პირადი სუბიექტური ინტერესი, რომ მოკლედ ამ კანონ პროექტის შემუშავება და ძალაში შესვლა არ შედგეს, მაგრამ მაშინ რა ინტერესი აქვს იგივე სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ბოდიში კი მოგიხადათ ბრიფინგზე პერსონალურად თქვენ, რომ ამ ტერმინს მიყენებ, მაგრამ თქვენ შეძელით და რუსული კანონის ინიცირება დაამთხვეთ ეროვნული სულისკვეთების ყველაზე დატვირთულ კვირას. ეს ორი ცნება, ეროვნული და ევროპული, თქვენ არ გაგაჩნიათ. ალეკო ელისაშვილი, რომელიც შედარებით უფრო ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა ხოლმე ხელისუფლების მიმართ, იმიტომ რომ მისთვისაც მისაღებს საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს და ყოველ შემთხვევაში მას, ანუ მოქალაქეებს, თქვენ არ უწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას. მაშინ მითხარით რა და მანაც უწოდა სხვათა შორის რუსული ამ კანონს. სხვა შორის თქვენი განცხადება დღეს თავმჯდომარის ტრიბუნიდან რომ ყველა ვინც გამოიყენებდა ამ ტერმინს გაძევებული იქნებოდა. ხო, ახმული იყო როგორც ერთგვარი, ასე ვთქვათ, ცენზურა. მაშინ მითხარით, აი ამ ადამიანებს რა ინტერესი აქვს? ალეკო ელისაშვილს და სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ბუდიშის მოხდით, მაგრამ ისევ რუსულს ეძახის. უპირველეს ყოვლისა სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს პარლამენტში განსახილვებ პროექტებს და მიღებულ კანონს ვინმე ცდილობს რომ დაარქვას სხვა ქვეყნის სახელი. ეს არის სამარცხვინო. იმიტომ კი არა, რომ კონკრეტული საპარლამენტო უმრავლესობა რაღაცას იღებს. იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი და ინსტიტუცია და არ უნდა აკადროს მით უმეტეს ადამიანმა, რომელსაც აქვს ის პოზიცია, რომელიც ქალბატონ სალომეს აქვს. მეორე, იმიტომ, რომ ჩვენს უკან დგას მილიონი ამომრჩეველი,
რომელიც უშუალოდ ჩვენ დაგვიჭირა მხარი და ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ ჩვენ მათ შორის საუბრობთ მინიმუმ 1 მილიონი საქართველოს მოქალაქის სახელით. და თუ კი საქართველოს პრეზიდენტის პოზიციის მქონე ქალბატონი სალომე საქართველოს მილიონ მოქალაქეს ამას ასეთ ტერმინებით მიმართავს, ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი და არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა. ამიტომაც არის რა თქმა უნდა რომ მიუღებელი აბსოლუტურად ასეთი დაბრინდვა. რაც შეეხება მიკროფონების საკითხს, შეეხებოდა არა იმას ტერმინებთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ რომ სხვა საკითხს განვიხილავდით აბსოლუტურად, იცით რომ საქმე შეეხებოდა საარჩევნო კოდექსს და ვინაიდან დეპუტატებმა დაიწყეს ამ საკითხის შემოტანა და მათ შორის იციან რა ამ ტერმინით ასე ვთქვათ ემოციურად უნდათ რომ გააღიზიანონ ასე ვთქვათ თავისი სხვა კოლეგები და გამოიწვიონ პროვოცირება გაკეთონ, ამიტომაც უთხარი დაუბრუნდით თემას. თუ გადახვალთ ამ ტერმინოლოგიაზე და ამ თემაზე, გაგიჩნდათ მიკროფონს, ამას ითვალისწინებს რეგლამენტი, როდესაც საკითხის მიღმა არის საუბარი. ამას შეეხებოდა თუ არა და კი საუბრობენ ახლა მაგას კი არჩევ. მაგრამ იცით რა არის, რაც შეეხება ქალბატონის სალომეს პოზიციას. დღეს საკმაოდ დამაფიქრებელი განცხადება გააკეთა მან, როდესაც მან თქვა, რომ თითქოს რაღაც ანტიევროპული თუ ევროპული გზას გადაუხვია და მაგალითები დაასახელა. 3 მაგალითი, რომელიც წარმოშობს ძალიან დიდ კითხვას ნიშნებს თუ რა არის მისი რეალური განზრახვები. მან თქვა, რომ გადაუხვიეთ იმით, რომ არ დაუწესეთ სანქციები რუსეთს, ანუ ის მომხრე რომ ჩვენ რუსეთს სანქციები დაუწესოთ. ეხლა ეს უნდა განაცხადოს მან, იმიტომ რომ უკვე შეუძლია მერამდენჯერ უნდა შემოიტანონ და ეს თემა შემოაგდო რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა, როდესაც მთლიანი საზოგადოება შეთანხმდა და ოპოზიციაც კი ვეღარ საუბრობს ამაზე, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს კოლაფს საქართველოს ეკონომიკურს და ნიშნავს რისკს საომარ სამხედრო დაპირისპირებაში შესვლას რუსეთთან. ამისკენ მოგვიწოდებს ქალბატონი სალომე რომ დაუწესოთ სანქციები, ანუ გამოდის რომ როდესაც ლატვიაში იმყოფებოდა და გახსოვთ ლატვიის პრეზიდენტის მაშინ წერილობითი განცხადება მოწოდება სანქციებთან დაკავშირებით, გამოდის რომ ამაზე უსაუბრია, ჩვენ მაშინ თქვით რომ ისიც კი ვერ დაარწმუნა როგორც ჩანს მისი კოლეგა, რომ არ ეხსენებინა და არ მოეწოდებინა ჩვენთვის სანქციების დაწესება და აგერ თავად ქალბატონი სალომე თურმე მოგვიწოდებს ჩვენ რომ სანქციები დაუწესოთ რუსეთს, თქვას გაიმეოროს ეს კიდევ ერთხელ. მეორე მან თქვა იმით რომ არ გვაქვს სრული თანხwebdra ევროპის საგარეო პოლიტიკასთან. აი ეგრეთ წოდებული თანხwebdra პოლიტიკასთან, თქვა დაახლოება განცხადებებთან. განცხადებების და ინსტრუმენტების 100%-დან 20% ევროკავშირისა შეეხება რუსეთისთვის სანქციების საკითხს. ანუ აქაც მოგვიწოდებს სანქციები დაუწესოთ რუსეთს? ეს არის მოწოდება? ანუ ეკონომიკური კოლაფსი და სამხედრო დაპირისპირების რისკი. ამისკენ მოგვიწოდებს და მესამე ვეტინგი. როდესაც ადამიანი, რომელსაც აქვს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა დღეს შენარჩუნებული ნაციონალური მოძრაობის წყალობით, აი ამ სიტყვებს ამბობს ვეტინგთან დაკავშირებით, ანუ ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს უნარი, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, რომ ჩვენი რესურსებით შევარჩიოთ და დავნიშნოთ მოსამართლეები, ისე როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია. არამედ ჩვენ გვჭირდება უცხოელი მეურვე, ზედამხედველი, თავარმართებელი, თუ არ ვიცი მე რა გვჭირდება, ჩვენ არ ვართ ჩვენ სრული სახელმწიფო და ნახევარ სახელმწიფო ვართ. აი ამას ოდესაც ამბობს ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციის მუხში უწერია, თუ რა არის მისი სიმბოლური მნიშვნელობა, აი ეს კი ნამდვილად არის ტრაგედია. ოდესაც ვერც აცნობიერებს როგორც ჩანს, თუ რასთან გვაქვს საქმე, ოდესაც საუბრობთ ვეტინგზე და აქაც დაუბრუნდები კიდე. ვინ ითხოვს ამ ვეტინგს საბოლოო ჯამში არასამთავრობო ორგანიზაციები? ოდესაც და ერთსაც ვიტყვი, ქალბატონ სალომემ ახსენა დღეს რეფერენდუმი და 9 აპრილი. დიახაც, რეფერენდუმიდან 33 წელს აღმოჩნდა, რომ ჩვენ აღმოჩნდით ისეთ მდგომარეობაში, რომ არის შექმნილი ჯგუფი საზოგადოებაში, რომელიც თავად ქალბატონმა სალომემ რას თქვა, ამბობს, რომ ჩვენი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ის რომ ჩვენი თავი უნდა გვეყუდნოს. ილია ჭავჭავაძის რომ ციტირებენ და მარტო მაიკაზე დასახატად უნდა ხანდახან და ეს გონიათ მათ ლიბერალობა. რას გულისხმობს რომ ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეყუდნოდეს? ის რომ ჩვენი მოსამართლეები უნდა განვამწესოთ. ამას ხო ნიშნავს და დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან 33 წელს რომ შექმნილი არის ოპოზიციის თუ სხვა ფაქტორების ჯგუფი ქალბატონი სალომეს ჩათვლით, რომელიც ამბობს რომ ჩვენ არ გვაქვს ამის უნარი და ჩვენ კი არ უნდა ავირჩიოთ
ჩვენი მოსამართლეები. არამედ ვიღაცამ უნდა დაგვინიშნოს ეს მოსამართლეები. რა არის თუ არა ეს კაპიტულაცია საკუთარი ისტორიის წინაშე? რა არის ეს თუ არა უარყოფა ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიის? საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თქვენი დამსახურებით არის, თქვენ კი თქვით, რომ შენარჩუნებული აქვს ნაციონალური მოძრაობის დამსახურებით და რა თქმა უნდა ყველა მიხვდა, რასაც გულისხმობდით იმ ხმების რაოდენობას, რომელმაც არ მოგვცათ შესაძლებლობა საქართველოს პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის პროცედურა დაგესრულებინათ ისე როგორც გსურდათ რომ დაგესრულებინათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტი თქვენი წყალობით გახდა. კიდევ ბევრი რამ თქვა ქართული ოცნების მისამართით, ვეტინგის თემას ჩვენ აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ვეტინგით მის გარეშე რეფორმირებას ჩვენგან ევროკავშირი ითხოვს იმისათვის, რომ ჩვენ შემდგომ ეტაპზე გადავიდეთ, ანუ მოლაპარაკების ეტაპზე ევროინტეგრაციის პროცესში და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთ საკითხზე, აი ემოციები ახსენეთ, ემოციები მართლაც არ აკლდა პარლამენტის დღევანდელ ხდომას, მათ შორის ემოციები ჩვენ ვნახეთ გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით და სხვათა შორის ქალმა დეპუტატებმა თქვენგან როგორც პარლამენტის თავმჯდომარისგან უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმაც მოითხოვეს ბექაუდიშარიასთვის მანდატის შეწყვეტაც კი როგორც მახსოვს რეკლამის შემდეგ ყველა ამ თემაზე შალვა პაპუაშვილის პასუხებს მოვისმენთ.